მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მოვედი თქვენთან უფუმფულესი ოლადების რეცეპტით. თაში მოვათავსოთ კვერცხი, დავუმატოთ შაქარი, შაქარს ვამატებთ ჩვენი გემოვნების მიხედვით, მარილი და კარგად გავთქვიფოთ, რომ ჩვენ ოლადებს მივცეთ სიფუმფულე და გავუქროთ თავისებური კვერცხის სუნი. კარგად გათქვეფილ კვერცხის მასას დავუმატოთ მაწონი გააქტიურებული სოდით. დამწყებ დიასახლისებს მინდა მივცე ერთი პატარა რჩევა მაწონთან დაკავშირებით. შეეცადეთ გამოიყენოთ მაწონი, რომელიც არ იქნება მჟავე. მჟავე მაწონი დაუკარგავს ოლადებს სიფუმფულეს. ახლა ჩავაცრათ ფქვილი. და კარგად მოურიოთ მასა. ცომი უნდა გამოგივიდეთ ზუსტად ისეთი სისქის, როგორიც არის ნაჩვენები ვიდეო კადრში. თხელი ცომით არასდროს არ გამოგივათ ფუმფულა ოლადები. ვიცი გაგიჩნდებათ კითხვა ვანილთან დაკავშირებით. მე ვანილს არ ვამატებ, არ მომწონს ოლადებში ვანილის არომატი, თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ. დავდგათ ტაფა ცეცხლზე, ჩავასხათ ზეთი. ზეთი როგორც კი გაცხელდება, დაუწიოთ ცეცხლს და დავიწყოთ ოლადების შეწვა. თითო კოვზი ცომი მოვათავსოთ ზეთიან ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან. ისევ გავიმეორებ, ვწვავთ ოლადებს ძალიან დაბალ ცეცხლზე. ჩვენი ფუმფულა ოლადები უკვე მზადაა. ახლა ამოვიღოთ ლანგარზე. ოდნავ შევაგრილოთ და გემრიელად მივირთვათ არაჟანთან, ჯემთან ან თაფლთან ერთად. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. მე დაგემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე.